სესია პარლამენტში 12 საათზეა ჩანიშნული, შესაბამისად ჩვენ არ ვიცით 12 საათამდე, ანუ სესიის დაწყებამდე გამართავს თუ არა შალვა პაპუაშვილი ბრიფინგს. ეს ბრიფინგი დაანონსდა ჯერ კიდევ გუშინ უმრავლესობის ხდომის დასრულების შემდეგ და ითქვა, რომ სწორედ ამ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარე იტყოდა თუ როდის შეაქვს ქართულ ოცნებას სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლითაც მას სურს პოლიტიკური პარტიების და კონკრეტული პოლიტიკოსების თვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა. შესაბამისად ჩვენ ველოდებით ახლა შალვა პაპუაშვილის ბრიფინგს, რომელზეც ასევე გავიგებთ სავარაუდოდ სარჩელის შინაარსსაც და ასევე იმას თუ როდის მოახერხებს ამ სარჩელის შეტანას ქართული ოცნება. არა და უკვე დიდი ხანია დაანონსებული, თითქმის 2 კვირა უკვე ქართული ოცნება ამბობს, რომ რამდენიმე დღეში მოხდება სარჩელის შეტანა, თუმცა ფაქტია, რომ ეს პროცესი მათთვის გართულდა და არ არის მარტივი ალბათ იმ ისეთი დოკუმენტის შექმნა, რომლითაც ისინი სამართლებრივად დაამტკიცებენ, რომ კონკრეტულ პოლიტიკოსებს პოლიტიკური საქმიანობა უნდა აუკრძალონ. ვიდრე შალვა პაპუაშვილი გამართავს ბრიფინგს, ქართული ოცნების დეპუტატებს თან ვეცადეთ, რომ ამ კითხვებზე პასუხი მიგვეღო, ინფორმაცია მაინც მიგვეღო თუ როდის მოხდება ამ სარჩელის შეტანა, თუმცა ოცნების დეპუტატები პასუხებისგან თავს იკავებენ. ბატონო არჩილ, დღეს შეიტანთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში. დღეს შეიტანთ? რატომ გაჭიანურდა სარჩელის მომზადება? ტრიბუნასთან უნდა იყოს ხოლო და ხოლო ტრიბუნასთან. იცოდით რომ თქვენს ტელევიზიას ასე არ ვაძლევ ინტერვიუს. ართულებს ამ პროცესს. მე ვებჯერ გითხარით უკვე. იხოცებოდა რა თქმა უნდა სასამართლოში მივდივარდი და სულ ყოფილი უნდა იყოს დოკუმენტი აქეთ და 2 დღეს მნიშვნელობა არ ქონდა. და ბევრი იქნება ადამიანი ვის აკრძალვასაც მოიხო. ბატონო ალეკო, თქვენ რას გვეტყვით სარჩელზე? ბატონ დავით, დღეს შეიტანთ სარჩელს საკონსტიტუციაში. რატომ გაჭიანურდა პროცესი, შეგიძლიათ გითხრათ? ის რაც ამ ეტაპზე ქართული ოცნებისგან ვიცით, არის ის, რომ სარჩელი თითქმის უკვე მზად არის, ის ფაქტობრივად მზადება უკვე დასრულებულია და ბოლო პერიოდში ქართული ოცნება მსჯელობდა რამდენიმე ვარიანტზე, თუ როგორ უნდა მომხდარიყო საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მოთხოვნის ფორმულირება. შალვა პაპუაშვილი საუბრობდა, რომ არსებობდა 3 ოფცია, ერთი ეს იყო პარტიების აკრძალვა, მეორე ასევე აკრძალული პარტიების მიერ მოპოვებული მანდატების შეჩერება საკრებულოებსა თუ პარლამენტში და ასევე განიხილებოდა გეგმა კონკრეტული პოლიტიკოსებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ. ამ 3-დან 3-ვეს აირჩევს თუ არა ქართული ოცნება, ჩვენ ეს ჯერ არ ვიცით, ისევე როგორც არ ვიცით ზოგადად ამ სარჩელში ვინ იქნებიან პოლიტიკოსები, რომლებსაც მიიჩნევს ხელისუფლება, რომ მათ პოლიტიკური საქმიანობა უნდა აეკრძალოთ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს ფაქტობრივად არაფერს შეცვლის მათთვის, რადგან მათ შესაძლო აღარ ერქვათ სახელი, აღარ ქონდეთ პარტია, რომელსაც ხელისუფლება აკრძალავს, თუმცა მათ საქმიანობას ვერ აკრძალავს და შესაბამისად ამ შედეგისთვის მზად არიან პარტიებში.